ნატოს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პოზიციას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა. ნატო ერთგული რჩება ბუქარესტის სამიძე გაკეთებული განცხადების და საჭირო კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში საქართველო ნატოს წევრი გახდება. ნატოს გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება ნატო-რუსეთის საბჭოს ხდომის შემდეგ დასკვნით პრესკონფერენციაზე გააკეთა. ახალმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ერთგულება ამ კურსისადმი და საქართველოში არის ფართო კონსენსუსი ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, აღნიშნა რასმუსენმა. ნატოს გენერალური მდივანი ელოდება, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებიც დემოკრატიულად ჩატარდება. საქართველო ალიანსის ერთგული პარტნიორი და ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ალიანსის წევრობისთვის იღწვის. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია და ყველა მხარეს მოვუწოდებთ განაგრძონ დემოკრატიული განვითარების ეს მომენტი. ავღანეთში ნატოს მისიაში მონაწილეობისას საქართველომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინა. ხვალ ჩვენ ISAF-ის მისიის ყველა პარტნიორთან ერთად განვიხილავთ ავღანეთში ჯარების გრძელვადიანი დაფინანსების საკითხს, როგორც ფართო საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილს. ეს ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიის მთავარი ნაწილია იმ მიზნით, რომ ავღანეთში სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ნატოს გენერალური მდივნის შეფასებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ანდერს ფოგ რასმუსენის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაცვის მინისტრის განცხადებით კი რასმუსენის ამ პოზიციით დადასტურდა, რომ ახალი ხელისუფლების კურსი პროდასავლურია და საქართველო ნატოში ინტეგრაციისათვის რეფორმებს გააგრძელებს. ბატონი რასმუსენის განცხადება ძალიან დადებითი იყო საქართველოსთვის. მან აღნიშნა, რომ საქართველო არის ძალიან კარგი პარტნიორი და იგი ელოდება ხვალ საქართველოსა და ნატოს კომისიის სხდომას. ჩვენც ასევე ველოდებით ამ სხდომას. ჩვენ ნამდვილად ძალიან მომზადებულები ჩამოვედით ამ შეხვედრისთვის და გვექნება მოხსენება, რომელშიც ვილაპარაკებთ საქართველოს მიღწევებზე. რასმუსენის განცხადება არის განცხადება, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა მთელი მსოფლიო, რომ საქართველო მიდის წინ. საქართველოს ახალი ხელისუფლება არის მკვეთრად პროდასავლური და ჩვენი ამოცანა არის ნატოში სრული ინტეგრაცია და ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ავღანეთში, რა რეფორმებიც იგეგმება საქართველოში, ეს იქნება უსწრაფესი გზა ჩვენი ევროატლანტიკურ სივრცეში, ჩვენი ადგილის მოპოვების.